მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს გვინდა რომ ვისაუბროთ ექსკლუზიური თანამშრომლობის უპირატესობებზე. ისევ მე და თაზო შემოგიერთდით. გამარჯობა თაზო. მოგიმარჯოს ლიდა. და განვიხილავთ რა ღირებულება აქვს ექსკლუზიურ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. აი სანამ მაგას განვიხილავდით, ესეც ადამიანებმა არ ჩათვალოთ დადგმულია ხა. შენი ემოციებიდან მიხვდები რომ დადგმული არ არის შეკითხვა. შენ რომ უყურე ჩვენ სამ ეპიზოდებს მალე გათიშე თუ ქონდა განცდა რომ გაგიგრძელებინა. არა, მე ბოლომდე უყურე, მაგრამ ხო, არა, იმიტომ რომ ჩვენი შეფასებაც ხო გვერდიდან თვალიდან რას ვამბობთ, ხო ვიცით ისედაც ამ გამოცდილებიდან დაგვიგვდა და რასაც ვიძახით, მაგრამ მნიშვნელოვანია რამდენად ადამიანებთან კარგად რომ აღიქვან აგენაზე ვისაუბრეთ, მე უფრო ინტერესებს რომ ჩვეულებრივი ასე ვთქვათ სამდიპლომიანი ადამიანისგან განსხვავებით ყველა ადამიანი რო გაიგოს ეგ რა. წესით გასაგებიანაზე ვსაუბრობთ. ხო, მეც ვეცდილობ ხოლმე რომ ეს თანამედროვე ახალი ტრენდული სიტყვები რაც არის, ეგეთებით ვისაუბროთ. მანდ უკვე ხელოვნურობაში გადავდივართ და ჩვენ ხელოვნურად ხო, არა, იმიტომ რომ რაღაც თაობისთვის ახლა ეგ უკვე ძალიან მისაღების ლექსიკონი გახდა, მაგრამ გვაქვს ქართულზე სიტყვებაში ბევრი კარგი სიტყვები, რომლებიც ქართული, რომელთაც ვისაუბროთ. ხო, ეს გადახვევა. თემა არის ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება. მოდი ორად გავყოთ და განვიხილოთ, აგენტისთვის უფრო სარგებლიანია ეს თანამშრომლობის ტიპი თუ მესაკუთრესთვის? ხო, სარგებლიასაც შეეხება, ვფიქრობ, მანდაც ოქრო შუალედია და ორივე სანაბრად. ეგ არის ყველაზე კარგი შემთხვევა ჩვენი ხაზით. მაგრამ აქეთა მაგალითად მე პატრონის მხარეს გონია რომ რატომაც მოტყუებული დარჩა ამ ხელშეკრულების დროს და აგენტების დიდი უმრავლესობაც აი ესეთი ძალადობრივი გზით თავაზობს ხოლმე ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეო რომ მაქიდან გამომდინარე უჩნდებათ მეორე მხარესაც ეგ განცდა. ნუ მე ესეთი პრაქტიკა მქონია, მე რომ შემითავაზებია აი წინა გამოცდილებიდან რომ მოუყოლიათ მე პატრონეს, აი ეგ სიტყვა არ გამარჯვება. კი, აშინებთ მესაკუთრებას. აი მაგ სიტყვაზე რაღაცა შფოთი არის დიდი და არა და ვფიქრობ მოვიდა მაგის იდრო რა. დღესაც კი არა, რა ჩვენ იმ კომპანიაში, სადაც ერთად მუშაობდით, 3 წლის უკან დავიწყეთ და მანამდე ხომაც დაიწყეს პრინციპში, მაგრამ მაშინ ძალიან ახალი ხილი იყო რაღაცნაირად და უკვე ყველა ცდილობს რომ ასე ვთქვათ, ყველა ნორმალური კომპანია, რომელსაც კომპანია ქვია, მხოლოდ ერთი კვირით არ გაიხსნა და არ დაიკეტება. უძრავი ქონების კომპანიებს გულისხმობ, ყველა ცდილობს რომ ესეთი თანამშრომლობა დაამკვიდროს. თუნდაც კლიენტთანაც კი, კლიენტი თუ ნაკლებად, და ამ შემთხვევაში მე პატრონისთან. კი, საერთოდ ვფიქრობ, რომ ყველა ესე უნდა მუშაობდეთ, რაზეც ვსაუბრობთ ექსკლუზიურად. იმიტომ რომ ორივე მხარესთვის სარგებლიანია, პირველ რიგში აგენტისთვის იმისთვის, რომ ეს არის დაზღვევაში გულისხმობ, რომ ვიმუშავეთ რაღაც ბინაზე და ერთ დღეს ვიღაცამ გაგვიყიდა ან აგენტმა ან მესაკუთრემ. და მესაკუთრისთვის ის არის, რომ დაზოგილით რო ჩვენ მქონდა შემთხვევა, რომ საზღვარგარეთ იყო მესაკუთრე და გვიტოვა გასაღები და იმისთვის იყო დროის დაზოგვა პირველ რიგში და არ უწევს მესაკუთრეს ყველა აგენტს გასცეს ერთი და იგივე პასუხი ბინის თაობაზე და კლიენტსაც. ხო, და მანდ ანუ მე პატრონის მხრიდან მნიშვნელოვანი ვფიქრობ, აი ეგ შიშები რო გაუქარწყოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენი პროფესიონალიზმი დავანახოთ, რომ ნობაში შევიდეთ და ეგ ნობა დაინახოს თვითონ. შევიდეთ ხელოვნურად არა. ანუ რეალურად ჩვენ რომ ამ საქმის გამკეთებლები ვართ, ეს უნდა დავანახოთ ჩვენი გამოცდილებით და იმ მიდგომებით, როგორც გადაუღეჭავთ თავის ქონებას, ასე ვთქვათ და სხვა კუთხით დავანახეთ. და აი მე ხო შეხვედრაზე რო ხდება ხო, ანუ მოსაპირკე 5 წამში ხო ხდება ეს ხელმოწერაც ხო, მოსაპირკებელი ოჯახში სადაპიროთ, რომ შეგვაფასონ დავუშვათ ერთი ადამიანი ხო არ წყვეტს თუნდაც ხო? შეიძლება მეუღლეს კითხოს, დედას კითხოს მაგალითად რა მე მქონია ეგეთ შემთხვევა რომ აი მამას შევეკითხები, იმიტომ რომ მამა უფრო ჩართულია ამ შემთხვევაში და ერთად რომ მოვითათბიროთ, მე იმას კიდე დამატებით კითხები თუ ექნება, კიდევ შევხვდეთ ან მინიმუმ შევხმიანდეთ და ამის შემდეგ ისეთი ამბავია რა, ანუ მეც ხა მე ჯერჯერობით არაფერი არ გამიყიდია და არც მაქვს ხა გასაყიდი ხონება ჯერჯერობით ჩემი, მაგრამ ეგრე რო იყოს ანუ მეც მიჩვენია რომ 30 ადამიანს უსათითაოდ უხსნა და ყველაფერი სულთავიდან დავიწყო, ასე ვთქვათ, სად ვარ, როდის აშენდა და ამდენად ბევრი ინფორმაცია რომ მივაწოდო, მიჩვენია ერთ კონკრეტულად ვისაუბრო, იმან ამოწუროს და ყველაზე მთავარი პლუსი რაც არის ექსკლუზიური ხელშეკრულების, ამას წყალი არ გავუვარ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგაა რომ ეს თვითონ ექსკლუზიური ხელმომწერი კრუხივით არ უნდა აჭდეს ამ თავის ქონებას. ანუ მე ეგეთი სამწუხაროდ ეგეთი აგენტებიც ვიცი, ვისაც ურჩევნია რომ აი მოაწერინა ხელი სამი თვით და
2 თვე და 29 დღე სანამ არ გავა, მანამდე არავისთან არ თანამშრომლობს. ანუ ეგეც ძალიან ცუდი შემთხვევაა და ამ შემთხვევაში მე პატრონის პირიქით ეუბნება. ანუ მოკლედ ახლა გვარი დასახელება და კომპანიის დასახელებას ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ ეთყობა ადამიანებს ახლა ყეწეღანას დავრეკე მაგალითად მიწაზე არასასწორ მიწას ვეძებ და აგენტი ვარო, ნუ რა მშობლობა ხარ, ამ კომპანიაში მუშაობ. არა, რა თქმა უნდა, არ თანამშრომლობა ხო ხტები, ან მინიმუმ რა თქმა უნდა არ თანამშრომლობა ეგ ისეთი რაღაცა რომ აი რა, ისეთი რაღაცა უთხარი ხო ხტები რა. ანუ მე თვითონაც თან გამეცინა და თან ეს პოდკასტი რომ და ჩაგვეწერა, ისე დაემთხვა რა თემატურად, რომ ანუ ის ადამიანი არ თანამშრომლობს ჩვეულებრივად, ახლა ექსკლუზიური ხელშეკრულება რომ იმის გამოვართვას და დარწმუნებული რეგ მიწას ალბათ ექსკლუზიურად აქვს აღებული და ფიქრობს რომ თვითონ მოეჭველი გაყიდეს. ახლა მაისი მოვიდა, მიწაზე მოთხოვნა გაიზრდება და ასე შემდეგ და აი რატო უნდა გავუყო და არა და როგორი მარტივია ხო? ხელი ხელს გდას და ორივე პირს. და დღევანდელი კვერცხი გიჩვენე ხვალინდ თათამს, ხო? ანუ ექსკლუზიური ხელშეკრულებაც ის არ არის, რომ მე პატრონე შეიძლება საერთოდ გადაიფიქროს, უცებ ბატარეაში მოიგოს მილიონი და საერთოდ არ მომდის ქონების გაყიდვა, ხო? ან გადაიფიქროს სხვადასხვა მიზეზის გამო, ხოლმე ბატარეაში ხეთს მეგონი მილიონი აღარ თამაშდება, მაგრამ მაინც. და რა მოხდება, ხო? და გეუბნება რომ წვიტაო ექსკლუზიური ხელშეკრულებასო. და ამ შემთხვევაში შენ ერთი თვე რო გქონდა და იმ ერთ თვეში რამდენ შუამავლას ყავდა დაუშვათ რეალური კლიენტი, ხო? ანუ ამ საქმეს იმიტომ ჩავეძიე ხა ამ კუთხით, რომ მე მაგალითად მაგაზე ძალიან გულდაწყვეტა მაქვს, იმიტომ რომ ისე აი ეს პირში გიცინიან რომ ძალიან მეგობრულები ვართ და რას ვქიო, ვისაც თანამშრომლობ და მე ყველასთან თანამშრომლობ, მე პირადად მაქვს იორდანელ სტუდენტ აგენტთან თანამშრომლები, ერთ-ერთ პირველ ნაბიჯებს გავდი ამ სფეროში და ის ბიჭიც იმიტომ მომიდგა მე ეგრე რომ ყველა უარსებობლებდა იორდანელი, ძალიან საქმიანი იყო. ან თავის ჯგუფელებთან ბინის ქირაზე მინიმუმ დღეში კვირაში მინიმუმ 1-2 რეალური კლიენტი ყავდა, იმიტომ რომ იმათვის ის იყო შუამავალი, ჩემთან ამან ქართულის ისწავლა თან ამ ბიჭმა და ძალიან კარგად მახსენდება ეგებზე და ადრე თვითონ მეუბნება რომ თაზო შენ ცოტა ზარმაცოფო რომ ჩამიგდებდა მაგალითად ერთ კლიენტს ის იყო რომ მე შეიძლება სხვაზე ვიყავ იმ დროს ორიენტირებული და პასუხი ვერ გავეცნო, ეგრევე მირეკავდა რაღაცა, ძალიან საქმიანი იყო, მე ოფისში ვყავდი მოყვანილი და ანუ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა სხვადასხვა შეიძლება. მაგას ვამბობ რა, აი თანამშრომლობის დიდი არსი არის კომპანიაში, საერთოდ შიდა თანამშრომლობა, ხო? თუნდაც. კი. აი შენ ყავს კლიენტი, მე ყავს პატრონი და ერთად შეგვიძლია რომ კარგი საქმე გავაკეთო და სწრაფად. და ეგ არის მე პატრონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად მოვუარო ეგ პრობლემა და ნუ ამ შემთხვევაში ბევრი მინუსები არის, ეს თემა ძალიან ამოუწურავი არის, ჩვენ წინა ეპიზოდში ძალიან გავიგრძელდა და ბევრი რაღაც ვთქვით და ბევრი ვერ ვთქვით კიდე და ეხლაც მაგ პოზაში ვართ ასე ვთქვით, მაგრამ ჩავხუროთ რაღაც კითხვებით უფრო ჩავალთ. კი. აი შემდეგ კითხვა იყო ზუსტად როდის არ არის ექსკლუზიური თანამშრომლობა და ერთ-ერთი პასუხი არის რაც თქვი. როცა აგენტი არ თანამშრომლობს სხვა აგენტებთან. ხო. და ამით აფერხებს გაყიდვის პროცესს. აი მაგაში ნამდვილად და თან ეხა როგორია დაცვის მექანიზმიც არ არის. აი ყოველ დღე ეხა ტელეფონს ხარ მოუსმენს ის მე პატრონი რა, ხო ჩაუთოს იმას სპიკერით რა ვიცი. ხო როგორ გაყოლოს ეხა ადამიანი გეუბნება შენ ნობაში არის ხელის მოუწერე ბინის გასაღებიც მიეცი ყველაფერი, ხო? ანუ აქამდე ენდე და ეხა იმაზე როგორ აღარ ენდობი რომ სხვას უარსებობნება, ანუ ეგ უკვე არც წარმოგიდგენია, ხო? ეგ ცოტა ადამიანური მასაც ხდება, ხო? არა, ხო? ანუ არსებობს ეთიკა, მორალი, ნებისმიერ საქმიანობაში შეიგრია და ამიტომ ეგეთი შემთხვევები ძალიან ხშირია რა, სამწუხაროდ მე პირადად ბევრი შემთხვევა მინახია ეგრე, რომ აი ფული ჯოჯოხეს ანათებს, ეგ არის აი ამისი მიზეზი, რომ აი რაღაც დღევანდელი $3000 რო არის, ან 5000 საკომისიო, აი ეს როგორ გავუყო, ხო? და მე როდის გავყიდი მეორეს და ან ექსკლუზიური ხელშეკრულების მოწერილი ხო ვინმეს და აი ამ ფიქრებით და ამ შიშებით ადამიანები ძალიან იმართებიან სამწუხაროდ და ადამიანები რა ამ პროფესიასაც ზოგადადაც, მაგრამ ამ პროფესიაში განსაკუთრებით, რა თითქოს ტაცებლური ამბავია და ეს ტაცებლობას მე არ მივესალმები და არც თევზაობას. ანუ აი საქმიანობა ტაცებლურად და გამომძალოურად და მეთევზეურად არ უნდა შევხედოთ რა, აი გამომძალოს გულისხმობ თუნდაც ის რომ აი 3%-ია და ეს არის ოქროს წესი. ხო? თუნდაც მაგას გულისხმობ, აქედან დავიწყოთ რა, ძველ თემას რო შევეხოთ და ექსკლუზივზეც აი მე პატრონს ეგ განსავლადად ჩეს რომ აი შენ მიდი ხელი მომიწერე. და ნახევრად ვერც იგებს აზია წეს ხოლმე შეიძლება რა, ყოფილა ეგეთ შემთხვევაც რომ ანუ პრობლემა ქონია და უცებ იმ მომენტში გონებას ხო გაფანტული ქონია და მოვაწერა და მე მეუღლეს დაფიქრა რომ რაზე მოვაწერე, იქ ისეთი რაღაც მუხლები ეწერა, რადგან არ იყო თანახმა, ხო, ეგეც ხო შეჯამებული იყოს. ამ შემთხვევაში მე პატრონები რასაც წოდავენ, ეგეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ხა უფრო აგენტების კუთხით ვიძახი, ანუ რევერსის არსიც ეგაა, რომ ეხლა ჩვენ რო აქედან გამოვდგეთ და დავიწყოთ რომ აი მე პატრონებო, ესე დაგვემორჩილეთ, ანაზე შემდეგ არ არის, ხო, ეგრე. იმიტომ რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე
ჩვენებიც წოდავენ, ანუ ჩვენი მხარიც ასე ვთქვათ, აი ეგეთ შემთხვევაში და ამიტომ რაღაცები ფუჭდება მე ჩვენთვისაც და იმ ადამიანებსაც, ვინც შედარებით სამართლიანად მუშაობს ასე ვთქვათ. შედარებით რა სამართლიანად არ არსებობს. და ხო რა პასუხისმგებლობა გვეკისრება აგენტებს, როცა თანამშრომლობთ ექსკლუზიურად ორის წუთ აუხსნათ, იმიტომ რომ ზოგს არ აქვს ინფორმაცია. ხო, აი პასუხისმგებლობა მაგას ვამბობ, რომ აი ზოგადად ჩვენთვის, ანუ პირადად ჩვენთვის სადღაც ტვირთის ტოლფასიც არის ეგ. კი. რეალურად ეხაც ღმად მაგით ამოვიხსენე. უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ხო, ანუ მე მახსოვს მაგალითად 2 წლის მქონდა ესე 4 გასაღები და აი რაღაცნაირად შფოთით მეღვიძებოდა, რომ აი ასები რომ ძალიან გავარდნილი იყო, ვიბზე ვწდებდი, სხვაგანაც ყველგან ვაპიარებდი, მაგრამ ზარი არ შემოდიოდა და აი ის ჩვენ თითქოს აი მე რომ შინაურმა რაღაც ძალიან კაი ამბავი მითხრას, მაგალითად რომ აი ბავშვს ველოდები და სამშობლოში შემოდი, მაგალითად ჩემო მეგობრმა მითხრას, აი ყველაზე კაი ამბავია ხო და ბავშვი ველოდება და მაგასთან ასოცირებ რომ დაერეკა და კლიენტი ვარ და ბინა ვაჩვენე, იმიტომ რომ იმდენად პასუხისმგებლობას განვისდიდი მე თვითონ ამ ადამიანის მიმართ, რომ ნდობაში შემოვიდა, მეც თან გაახლოებით ვადები, როგორი ამბავია ხო, ეხლა დაახლოებით ეუბნები, ეხლა ზუსტად ვერ ეთქვი. შეიძლება 2 თვე უთხრა და ერთ დღეში მეორე დღეს ვერ გაიყიდოს მაგალითად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხო, ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეპატონებს აქვს აღქმული. ოღონდ, ნუ აქ ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თანა აზრებში ეთანხმებიან ეს ადამიანები, რომ აი რატო მერე კიდე აი კლიენტი არ მოგიყვანია ერთი კვირა და რაღაცნაირად აი ეგეთი ისიც არის პოზიციაც, რომ რაღაცაი რა მაშინ რა აზრი ქონდა ამ ექსკლუზივს და ანუ ყოველთვის არ ამართლებს ხოლმე ეგ, რომ ადამიანებს აქვთ ის განცდა, რომ 5 აგენტის თუ აქვს ჩაბარებული ან 7, აი ეს მერვე რო არის, რომელიც ჯერ არ დაურეკია, თითქოს ის გაყიდის. მიხდი აი ეგა ხო ადამიანური მომენტია, აი ჩვეულებრივადაც რო აღვიქვათ, სადაც არა ვარ გონია იქ უფრო კარგია რაღაცნაირად და აი ჩვენ ახლა რომ მოვითარებთ, მაგალითად მე მივედი, სხვა მივიდა, არ დაგვეთანხმა, იმიტომ რომ აი ეს შეიძლება ის მეტი ალბათობა არის, რომ თქვენ რო გექნებათ, აი ის შიშია ზუსტად რომ თქვენ რო გექნებათ, იმას გონია რომ შენ იმასთან აღარ ითანამშრომლებ, ხდი? და ეგ მომენტი აქვს რა, აი ზუსტად იქ მივდივართ, რომ იმან თუ დაიჯერა, რომ შენ იქნები იმისი ექსკლუზიური წარმომადგენელი და ჩათვალე ქონების მე პატრონი იმ კონკრეტულ ვადაში, ხო? და ზუსტად იმაზე კარგად წარუდგენ, დაჟე ვიდრე თვითონ შეუძლია. მაგ შემთხვევაში მან უკვე აღარაფერი აღარ არის კითხვა და პასუხი, საკითხავი, ეგ არის ყველაზე კაი ამბავი რა და პასუხისმგებლობები არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრების რაღაც ბევრი მომენტი იცვლება ხო გაყიდვის დროს და იქ ვადები აქვს მნიშვნელოვანი, თორე შეიძლება ყოფილა ხო ეგეთ შემთხვევაში, შენს გახსენდება ალბათ რომ ეხლა 2 თვით არ გავყიდე, მე საერთოდ არ გავყიდი მაგალითად, ხო? აი ძალიან და მან ხშირად არის მთავარი პრობლემა ფასი. ფასი არის მაღალი, ამიტომ არ იყიდება და მესაკუთრეს არ უნდა ფასის დაკლება და გეუბნება რომ თუ ფასი დავაკელე, მე თვითონაც გავყიდი. და რატომ უნდა გავაკეთო კონტრაქტი? ეგეც მეორე ამბავია, კი. რაღაც მომენტში როგორ არის, ცი აი ფასზე გამოყოლა ანუ აი მე მაგას ვამბობ, რომ შენ თუ იმან ვერ დაგინახო ფასის დადგენაშიც ბევრად უფრო კარგად პროფესიონალი ხარ და ის ფასი, რასაც ეუბნები, ასე ვთქვათ, შენ იმიტომ კი არ ეუბნები, რომ მალე გაყიდო, ანუ ფიქრობ, რომ იმ ფასში, რასაც თვითონ გეუბნება, უბრალოდ აზრი არა, გინდ 5 თვე ქონდეს და გინდ 1 წელი და ანუ ექსკლუზივ გინდა ის სულ ყველა დიდი ბილბორდი გამოფინე შუა ქუჩაში იყიდებაო, ხო? ანუ მე ბევრი მინახავს მაგალითად ძალიან ცენტრალურ ქუჩაზე, აი აივანზე რო არის გამოკრული რო დავდივარ თვეების ვიყიდება. ანუ არც იმას არც ექსკლუზივი ჭირდება და არც სააგენტოსთან თანამშრომლობა, ხო, დაბეჭდა და მიაკრა, მაგრამ ფასი აქვს, იმ ხელა რო აზრი არა აქვს. იყიდება გასაგებია, მაგრამ და ისე ჯიუტად არ აკლებს ეხლა და ამ შემთხვევაში ეხლა იქ ფასების ამბავს დროსაც ვილაპარაკეთ, ეგ რომ ექსკლუზივი შემთხვევაც იგივეა, ხო, ეხლა მე თუ იმ ფასში რა ფაშიც ფიქრობ მე რომ უნდა გაიყიდოს, ხო, ეგ და მე პატრონია ცალსახად არ მეთანხმება, მაგ შემთხვევაში მე პირადად ექსკლუზივს არ ავაკეთებ. იმიტომ რომ იმ პასუხისმგებლობას აღარ ვიღებ, რის გამოც ვეუბნები რომ გავყიდი, ხო? ანუ ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ მოდი ამ ფასში არა უშავს, დავეთანხმები და ერთი თვე რო გავა, თვენახევარი, მერე შეეცვლება ხასიათი, მორბილდება და მერე დააკლებს, ხო? ანუ აი ზოგს ეგეთი პოლიტიკა აქვს, ეხლა ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი მიდგომა აქვს, მაგრამ მე ვიძახი ყველაზე ჯანსაღი, რაც კი მიფიქრია, ეგ არის, რომ აი რაღაცნაირად ნახე, შენ რომ მაგალითად მალე გავყიდი, ხო? აი მე თაზო და შენ მაგალითად სხვა კომპანიიდან მიხვედი და სხვა ქონებას ყიდის ის ადამიანი სამ თვეში. ნახე მე როგორ გაგიადვილე შენ საქმე. აი მაგაზე დაფიქრე. მე ამ ყველაფერზე უკვე შენ რაც უნდა ილაპარაკო,
და ნდობაში უნდა შეხვიდეს, შენ ის გეტყვის უკვე. კი, შეიძლება ისევ მე მომძებნოს, მაგრამ მე შეიძლება ამ სფეროში აღარ მუშაობდი და წავიდე უცხოეთში ვარ საერთოდ, ხო? და ანუ შენ გეტყვის მაგ კარგ მაგალითს დარწმუნებული ვარ, კი მე ერთი კაი ბიჭი მყავდა, რომელმაც აი ესე ყველაფერი ესე მოხდა და აი უკვე ვიცი ეგ რასაც ქვია და აი შენც უფრო მარტივად მიგენდობი, ხტი? აი ეგეთ შემთხვევაც არის, ხო? კარგ შემთხვევაში ვისაუბრეთ მარტო ცუდებზე არა, რომ ეგეთ შემთხვევით კარგია და ამიტომ ჩვენ ერთმანეთის გზამკვლევები ვართ რეალურად აი ეს უძრავქონებაში თან ერთ-ერთი როტაციული სფეროა რა, აი მე მაგალითად ამდენი წელი რო შემორჩი 7 წელი, არც მეგონა რომ ამდენი ხანი შემორჩება, იმიტომ რომ ნევრები გამიზლდა თუ არა არ მეგონა, მაგრამ მიზიდულობაც აქვს და აი ამ ადამიანთან ურთიერთობაში ბევრ რაღაცაში მეც ვიზდები და ადამიანებთან ერთად ვზდით ამ ურთიერთობებში და ეს ძალიან გადამულია რა, ექსკლუზიური ხელშეკრულება ძალიან ისეთია, ინტიმურია რა, როგორ ვთქვა, აი ეგ და ფიქრობ ბევრი კომპანია უნდა გადავიდეს ამ სტილზე მალე რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად უკვე ხალხის ცნობიერების უფრო მეტად გაიზრდება რა და ამ სიტყვაზე შფოთი არ იქნება. და როგორ მოქმედებს ექსკლუზიური თანამშრომლობა ბაზარზე? აი გრძელვადიანად ეს შეცვლის სტანდარტს და მოკლევადიან შეიძლება კონკურენცია შეამციროს კონკრეტულ ობიექტზე. ხო, კონკურენციის შემცირებაზე რა გითხრა, მაგრამ გრძელვადიანად აი ზუსტად აი ხო საიძერო ფეიქ რა განაცხადებები და 7000 და 5 წელი რო გაყიდულია, გაქირავებული ეგეთ ქონებები რო იქნება, უფრო რეალური და ნამდვილი ქონებები იქნება წარდგენილი თვითონ კლიენტებისთვის და იმათი დროს დაიზოგება, ხო? ანუ შენ რო გაქვს ექსკლუზიური ქონებები, მაგალითად 10 სიტყვაზე ვთქვათ, და რამოდენიმე ერთდაიგივობაში თან თუნდაც, ხო? აი კაი შემთხვევას ვიძახი. ამ შემთხვევაში კონკურენციის მხრივ რომ მოდის ადამიანი, იმას ძალიან დრო ეზოგება, ხო? ამას ეუბნები და ესენი ყველა იცი რომ ისევ შენ ხელშია და ჯერ არ გაყიდულა, ხო? ამაში ძალიან დიდი უპირატესობა არის და თვითონ კლიენტის ის მე პატრონი ხო დროს ზოგავს ცალსახად შეხვედრაზე ყოველდღე მოსვლა არ უწევს და 1000 რაღაც ის ხსნა, ბოლო ხსნა და ბოლო ეტაპზე უკვე გადაფორმებამდე რომ მიდის, მაგამდე ეხა ხო, ნუ იქ უნდა მოვიდეს ეხა შენ ხო იმის წარმოადგენელი ხარ ხოლმე, მაგრამ ჯამში ანუ ჩემი აზრით ანუ დადებითი ბევრად მეტი აქვს და უარყოფით, აი უარყოფითი ვერც მახსენდება, აი რატო უნდა იყოს უარყოფითი. ამ შემთხვევაში ფასების მხრივ ფასის გამომყვანი მაინც ჩვენ ვართ და მე პატრონისთან ერთად ვადგენთ ისედაც და ექსკლუზიურად როცა იღებ ქონებას დარწმუნებული ვარ იმ ძალიან უცხოობაში არ მიხვალ, საერთოდ რო არაფერი არ გაგიყიდი არასოდეს, ხო? ანუ მარტივ ისო პასუხისმგებლობასთან მიდიხარ, ეხა ფასი თუ აროს არ გიმუშავია, ხო, კონკრეტულ ადგილას, ან კომერციულზე დაუშვათ თუ არ გიმუშავია, ან საოფისე ფარდზე თუ არ გიმუშავია, ხო? ანუ ეგეთ ფარდზე ეხა პირველად რომ მიხვალ, იქვე შეგეტყობა, რომ იმ ექსკლუზივზე მე პატრონემ შეზე მეტი იცის ბევრად. და ამ შემთხვევაში ეგეც იმას არ აიღებ ქონებას, ხო? ამ შემთხვევაში ანუ უპირატესობა ისა, რომ შენ ვითარდები, იხვეწები, შენი мотиваციაც იზრდება კონკრეტულ უბანზე თუნდაც და აი უკვე ძალიან პროფესიონალი ხარ იქაურობის. მიხვდი და აი ეგ აჩენს უკვე იმას, რომ იქ განასხვას არ შეუძლია რომ იყოს, მაგრამ იქ შიდა კონკურენციაც შეიძლება, მაგრამ არ იქნება 100 და ეხა არაჯანსაღის კონკურენცია რო არის, ხო? ვისაც უნდა რო აგენტია და ეს ექსკლუზივი სადღაც შეიძლება ესე ყური მოკრა და ეს რა კაია, მარტო მიქნება, ვა, არ მაგარია, ქონებო ხოლმე მიქნება. და ანუ გავყიდი ხო შემთხვევაში და ანუ იმას შეიძლება მხოლოდ ის გავხარდეს, რომ აი გასაგებიუდეს ჯიბეში და რაღაც ეგ რომ მიაღწია მხოლოდ ეგ იყოს მაგისტრის წარმატება ბევრისთვის რა. და ჯამში ბოლო ამბავია რა, ის სამთავარია შედეგი დაიდოს. შედეგი არის რომ ყველა შენს შუამავალიც მეპატრონეს და კლიენტის გაყიდვის შემთხვევაში ბედნიერები დარჩეთ ყველანი სამი, ხო? ექსკლუზივი შემთხვევაში ფიქრობ უფრო მეტი შანსი აქვს. კი. და უფრო ხარისხიანი და უფრო სწრაფად გაიყიდოს. კი. ანუ შენ გააზრებული ორჯერ 2-4-ია მაგალითად რო ეგრეიცი ქონება, ხა 100 გინა რო გქონდეს არა ექსკლუზივი, აი რაც გინდა უდერკინგი იყო, არ ამგონია რომ ყველა ქონება ესე სხვადასხვაობით იცოდე და 100 ექსკლუზივიდან არც გჭირდება რეალურად. ნახე, ექსკლუზივის ეგეც აქვს, აი ექსკლუზივს აქვს ის, რომ შენ ახლა პასუხისმგებლობის ამბავი, აი 5 თუ გაქვს მაგალითად ვიძახი, ხო? მე-6-ეს უფრო ფრთხილად იმატებ. იმიტომ რომ შენ გიჩვენე რომ ესენი გაყიდო ჯერ და მე დაიმატო, ვიდრე დაიმატო, ხო? აი მარტივია ეგ, მაშინ შედეგს თუ ვერ აღწევ, ანუ რაღაც შენშია ხო პრობლემა, ანუ ვერ გაყიდე თუ ერთ ერთი, მაშინ ძალიან ცუდ ქონებებს მიადექი, ან ფასი არასწორი, ან შენ გაქვს რაღაც ცუდი კომუნიკაციები კლიენტთან ან ასე შემდეგ. ხო ხტები და ანუ ექსკლუზივი მაგასაც აზღვევს თვითონ რომ ანუ შენ არ ქონდეს ეს დაყრილი ქონებები და აი სადრომელი, რომელი 105 კოტორი სად ქონდა ეგ გინა, ხო ხტები რა, არის ფოტო არ გაქვს ინფორმაცია. ხო, ანუ ინფორმაცია ბოლომდე არ გაქვს და ვერც ხო ვერ გაიცნე და ექსკლუზივის ქონებები იცი, როგორც შენი ოჯახის წევრების სახელები. ამ ქონებებში ხარ კიდეც ადგილზე გაქვს ნახიბინა ბევრჯერ და უფრო დეტალურად იცი ყოველთვის. კი ბატონო.
და არა ექსკლუზიური თანამშრომლობის შემთხვევაში ერთი უარყოფითი რაც გამახსენდა და მინდა აღნიშნო, როცა ბევრ აგენტს აქვს ქონება და ადებენ სხვადასხვა ფასს საიტზე, ეს აკარგინებს მესაკუთრეს პირველ რიგში კლიენტს. იმიტომ რომ სხვადასხვა ფასს როცა ხედავს კლიენტი, მერე უკვე უჩნდება კითხვა. აი ფასების ეპიზოდშიც თქვით რეალურად რომ და ერთი აგენტი კიდევ ბოდიში გაგაწყვეტინე ამ ყველაფერს არეგულირებს. თუმცა ერთ აგენტს აქვს ქონება. ხო, ზუსტად ეგ არის რა, აი არეულობას არ იწვევს, ბაზაზე არ იწვევს ქაოსს რა, ეხა როგორი მდგომარეობაც არის. ჯერ ისევ არის, ანუ ექსკლუზიური ხელშეკრულებაზე ვიცი რომ ბევრი კომპანია მუშაობს, მაგრამ აი ფასების ერთდაიგივე ქონებას რომ 15 სხვადასხვა ფასი ადევს, აი ეგ არის ძალიან არაჯანსაღი და თვითონ დაბნეულია და ეს უკვე თითქოს როგორ გახდა, იცი, აი თვითონ კლიენტმაც იცის, აი რამდენი ყოფილა ესე რომ რო დაგირეკავს ეპიად იცის, რომ აი შენ აი ვიცით თქვენ როგორც მუშაობთ, იმას შვებით, ამას შვებით, აი ეს ფასი რა არის, თქვენგან სიმართლეს ვერ გავიგებ, ხვდები და ეგ უკვე თითქოს ისე ხდება რა, აი ეჩვევა ადამიანი ამ ეს როგორ გითხრა, ანუ უწესრიგობას და ქაოსს. და ამ ქაოსში შენც მერე უკვე რაღაც თული არის, თული არის შენ უთხრა რომ ის ამ ქაოსს იყო და უნდა დავიღალოთ ერთხელ და სამუდამოდ. ხო, ანუ აი რაღაც ძალიან კარგად უნდა დავიღალოთ, რა მე ესე ვფიქრობ ერთხელ და ვთქვათ რომ არა. ამაზე ანუ ხელი მოვაწეროთ თუ დავიფიცოთ ხათთან ხო ხტები ანუ აი ეთიკის კოდექსი არსებობს როგორც ტრეინინგან მაგას ეთიკა არ ჭირდება ჩემთვის ეთიკა არის შინაგანი მორალი ხო მაგრამ ანუ უნდა ვთქვათ რომ ესე უბრალოდ არა ვინც ხანად იმუშაობს მაშინ ამ სფეროში არ იყოს ანუ აი იმიტომ რომ ამ სფეროში ყოფნას განა ის არის რომ აი უბრალოდ წესები უნდა იარსებობდეს და ეგ არის ეს წესი რომ ანუ ერთდაიგივე ქონებაზე 700 ფასს რატო წერ ხო აი ყველას აბნევს ეგ და აი ყველასთვის მარტივი იქნებოდა ეგრე ხო და აი ექსკლუზიურ შემთხვევაში უბრალოდ ეგაა რომ მე ვიცი რომ ეს ქონება იმას აქვს შენს გაქვს ეს ქონებები და ანუ ეს ქონებები დანაწილებულია ასე ვთქვათ მე პატრონეები 7 არიან ყოველ წამს შენგან ზარს არ ელოდებიან შეიძლება გქონდეს კვირაში ერთხელ ან შეხვედრა ან კონკრეტული განხილვა ეგეც ხო მნიშვნელოვანი გამოგრჩა რომ ანუ რა იქნება უკავშირი ხო მაგას აუცილებლად ეუბნები ან მეილზე მიწერით ან დარეკვით ან შეხვედრით კიდევაც რომ აი ერთი კვირა გავიდა რაღაც პერიოდულობით შენ ამ ინფორმაციას აწვდი აი კიდევ მაგაში რომ აი თვითონ აი ფასთან რეგულაციაში შეიძლება მართლა რაღაც ცოტა დიდი ფასით დავიწყოთ მაგრამ ეგრე შეთანხმდით რომ მოდი შევხედოთ აბა რა ხდება როგორი გამოხმაურდება და აი ამის მიხედვით იქ ნახვები იქნება თვითონ ქონების საიტზე თუ Facebook-ზე თუ სადაც მუშაობთ რა პლატფორმებზეც ხო ამის მიხედვით ამ ყველაფერს რო ეუბნები აი როგორ ზამზარეულ შედეგებს აცნობ ხო აი ამისი დაკვირვების დრო თუნდაც ხო არ უნდა კონდეს წესის ამ გამყიდულს ხო ამდენი თავისუფალი დრო იმიტომ რომ მაგის გარდა ხო მილიონი საქმეა და ჩვენი საქმე ხოლმე ეს არის ხო და რატო არ შეიძლება რომ ეს კუთრეს ერჩივნოს ეს ამ ტიპის თანამშრომლობა მაშინ როცა საკომისიო უცვლელია 3%. ხო აი თუნდაც ხო და აი ეგეც რა აი მართლა ვერ ხვდები იმიტომ რომ აი ადამიანს 3% აუღია უბრალოდ იმის რომ ფოტო დაუკოპირებია რა და ეხა სად თლიანი ჯაჭვი ხრაც ამ ექსკლუზივზე ვისაუბრეთ თუნდაც ამ პერიოდში რაც ვსაუბრობთ ამდენი წუთიც გავიდა და კიდე რამდენი რაღაცა ვერ ვთქვით რაც აი ამდენ დროსთან არის რა აი დღეს მაგალითად დილით მიდიხარ თუნდაც შეხვედრაზე რომ უბრალოდ ერთი გაცნობით პროსა დაათვალიერო უბრალოდ დაათვალიერო ქონება პირველ შეხვედრას ვიძახი ხო ჯერ რომ შევთანხმდი მე უკვე ამაზე ესაუბრები ეს ფიქრის პოზაა რომ აი შეხარ რა მითხრა ამაზე მათ ყვებს ან ყველას ეგ აღვეთავი მათ ყვებს მე კაი მიმოიხილეს სახლში მე დაგეთანხმა მე პერიოდზე მე თანხაზე რამდენ რაღაცაზე გიწევს ასე ვთქვათ კომპრომისი რომ დავითანხმოთ და მივიდეთ ერთ ამბავამდე და ამაში ეხლა თუ 3% არ დავიხადოთ რა ვიცი მაშინ აი არ გადავიხადოთ მაგრამ ანუ ღირებულება ხო აქვს ან დრო ხო ფულია და რესურსი ხო იხარჯება რა ჩვენიც და რა ვიცი მე ანუ განა ეხლა ისე ვიძახი რა ანუ არიან ძალიან სხვა შემთხვევებიც არის რომ ამ ფასეულობას და შენს გაწეულ შრომას აფასებენ არსებობენ ნამდვილად და ეგეთი ადამიანებიც ანუ ესეთლად კი არ არის მაგრამ ძირითად შემთხვევაში უფრო ნეგატიურია ხოლმე და ჩვენთვის სარგებელი არის მხოლოდ რომ ვინმე არ გაგვაყიდოს ამდენი შრომის შემდეგ ქონება ხო ნუ ეგეც არის რა აი მაგასიც აი მე მაგალითად ყველაზე დიდი რესურსი შეიძლება ჩამიდია ისეთ ქონებაზე მაგრამ რომელიც ვიცი რომ მე მაქვს და ამ მხოლოდ მე მაქვს და ვიცი ამ ქონებაზე რომ იმენა ზუსტად გავყიდი ხო აი ძალიან შინაგანადაც ისე ხარ მშვიდად ხარ და შეგზნებული ქონება ხო აი აქამდე მიდივარ და როცა აი უბრალოდ მოსწრებაზე ხარ აი მართლა ეს საქმიანობა ესე ხო არ უნდა იყოს დასწრებაზე რაღაცა ჩვენ იმას ხო თამაშობთ დაჭერობანას ხო აი რაღაც ცოტა უფრო სერიოზულად ხომ შევხედოთ ამ ყველაფერს
მოუწოდებს და აი მაგიტოა რომ ბევრი შემოვიდა 2 თვე 3 თვე იყო ამ სფეროში ერთი ქონება გაყიდა რაღაც პული ჩაიგდა და წავიდა. თუმცა აი ეს გამართლების მომენტი ხო არსებობს, მაგრამ აქ ეს საქმიანობა არ არის გამართლებაზე ორიენტირებული. ეს არის რეალურად რიცხვებით, ციფრებით, მათემატიკით და დროში განსაზღვრული, ანუ მეცნიერების დონეზე აყვანის საქმიანობა, რომელსაც არც ჩაბათი არ აქვს, არც კვირა არ აქვს, არც განსუქსი საათი არ აქვს. შენი ტელეფონი სულ ჩართულია, შენი გონება სულ მომართულია იმაზე, ამაზე, იმასა შესაძლოა, ანუ მე მაგალითად ეხლა შევადარე პროფესიებს, დღესაც ვლაპარაკე, ხა 20 საათიანი საქმიანობებით ახალ წელს რო ხვდებიან კონკრეტულ თავის საქმიანობებში ერთი პროფესიებიც არსებობს, მაგრამ ეს არანაკლებ შევატევადია და ამ შემთხვევაში ისევ და ისევ იქამდე მივიდივართ, რომ ჩვენი იდეაც ეგ იყო, ხო, ეს ცნობადობა უფრო გაიზარდოს და ანუ სხვა კუთხით დავანახოთ ადამიანებს, რომ ჩვენი რესურსი და ნერვები და ჩვენი გაწეული შრომა თავის ფასეულობას და თავის დაფასებას იმსახურებს. და ეს 3% იქნება თუ 2.5-2, ეხლა სულ ანჩურზე არ იქნება ძალიან ასე ვთქვათ როგორი ხო, სამართლიანი, მინიმუმ სამართლიანი არ იქნება და ჩვენი ხო. ამიტომ კი ბატონო. და წინა ეპიზოდებში თუ მაგას ვიძახი, რომ აი ძველ თემებთან ძალიან მიგმუგი ერთმანეთზე რა. კონკრეტულად ეხლა 25 წუთში ან 30 წუთში შეიძლება 17 წუთი ვილაპარაკოთ ამ კონკრეტულ ერთ თემაზე, რადგან ვცხოვრობთ, მაგრამ ის დანარჩენი 13 აი სულ ერთმანეთს არის გადაჯაჭვული და შეიძლება პირველი ან მე-15 ეპიზოდში პირველი ეპიზოდის კიდე მნიშვნელოვანი რაღაცები ვთქვათ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი მაგიტო უნდა გამოგვეთიშოს რა, ანუ სად რომელ ეპიზოდში ისეთ საინტერესო რაღაცას თვითონ თავისთვის ძალიან საინტერესო, ძალიან შეუცვლის შეხედულებას თვითონ ამ საქმიანობის მიმართ და ჩვენს მიმართ და თავის აზროვნებაში პირველ რაღაც შეეცვლება, აი მაგიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გვიყურონ და ეპიზოდების მიხედვით კიდე რა თქმა უნდა შეუძლიათ ჩაშალონ და ის ყველაზე მეტად საინტერესოთ იმასე რა გვიყურონ, მაგრამ ჯამში ერთი სურათი პროცესში ჩამოყალიბდება, ასე ვთქვათ და დანარჩენი საინტერესოსთან ერთად ეს არის ის თემა უძრავი ქონების ირგვლივ ზოგადად ყველაფერი, რაც ყველას ეხება. კი და მეც ახლა დასაწყისში რო კითხე, მეც რო უყურე ახლა წინა ეპიზოდს, მე თვითონაც ჩემი ლაპარაკიდან მე თვითონაც მომეწონა და ბევრი რაღაცა თავიდან გადავიმეორე ასე ვთქვათ. ეგრე იყო და დანარჩენი კიდე რა ვიცი, ხალხს მე არ მიყვარს ხოლმე რომ აი თხოვნით და აი გამოგვიწერეთ რომ ჩვენს ხვალდაზე მეტი გვინახოთ და ასე შემდეგ. ეგეთი მოწოდებები ზოგადად თვითონ ეს საქმიანობა და ეს პოდკასტის კონტენტი ქართულად როგორ თქვა, შინაარსი, ასე ვთქვათ, არ არის ამდენად კომერციაზე ორიენტირებული, მაგრამ თვითონ სოციალურ მედია და აქედან ურთიერთობა ამას მოითხოვს, რომ ანუ გამოწერის შემთხვევაში ჩვენ სიახლეები გვექნება, ანუ ჩვენი მიმდევარი რო იქნება ადამიანები, იმათთვის უფრო ადვილი იქნება, რომ თვალი კარგად გვადევნონ და ყოველწამს აი ის რა იყო რაღაც კარგ რაღაცებს ვლაპარაკობდნენ იმათ რა ერქვა, თქო ესე რთული არის და ამიტომ მარტივად შეუძლიათ რომ ერთი ფილაკით იყვნენ და სულ მივუვათ მე ახალი ამბების თქო ჩვენგან. და კომენტარებსაც დავალდებით ასევე თუ რამე კითხვა გაქვთ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. კი ბატონო. აბა მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე მადლობა.